გამარჯობა. ჩვენ დავბრუნდით შემდგომის გამოწვევის უკვე მეორე დავალებით. ამჯერად ჩვენი დავალება იყო პრეზენტაციების მომზადება ცოცხალი ორგანიზმების შესახებ ხეებზე, ჰაერში, ხმელეთზე და ნიადაგში. ჩემმა ჯგუფმა მოამზადა პრეზენტაცია ცოცხალი სამყაროს შესახებ ჰაერში, ხეებზე და თქვენი ყურადღება სანამ დავიწყებთ პრეზენტაციის წარდგენად, უშუალოდ მინდა გავამახვილო პირველი სლაიდის ზედა მარცხენა კუთხეში მოთავსებულ QR კოდზე. ეს QR კოდი მოდით დავასკანეთ და ერთად ვნახოთ, რაც QR კოდის დასკანერების შემდეგ თქვენ გადახვალთ საბუკოს გვერდზე საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის, სადაც თქვენ უშუალოდ შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას ფრინველების შესახებ. სხვა მრავალი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა ორგანიზმების შესახებ, რადგან საბუკოს სწორად ამას უზრუნველყოფს, რომ ჩვენ მოგვაწოდოს ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში არსებულ ცოცხალი ორგანიზმების შესახებ. ახლა კი გამოვა ჩემი გუნდის წევრი ლიზი ბორაშვილი, რომელიც გაგაცნოთ პირველ ორ სლაიდს. მოგესალმებით, მე ვარ ლიზი ბორაშვილი და დღეს გაგაცნობთ ფასკუნჯის შესახებ ინფორმაციას. როგორც ფოტოზე ვხედავთ, ეს არის დასრული ფასკუნჯი, რომელიც საერთო შეფერილობაც არის თეთრი, მოთეთრო. ვხედავთ, რომ აქვს გრძელი წაწვეტებული ნისკარტი, რომელიც არის შავი ფერის და მისი ცვილანა თითქმის მთლიანად ფარავს, ასევე აქვს რუხი ფერის მომქნევი ფრთები და მოკავჭებული ნისკარტი. მისი ძირითადი საკვები, ანუ ფასკუნჯები ძირითადად მიირთმევენ ძორს, ასევე იჭერენ რეპტილიებს, ქვეწარმავლებს და შეუძლიათ კურდღლების საბინადრო გარემო არის ძირითადად გორკები, მთები, მაგრამ შეიძლება შეგვდეს ვაკეზე. მისი გავრცელების არეალი არის აფრიკა, აზია, ასევე მთიანეთი, მცირე აზია, ირანი და რა თქმა უნდა ჩვენი საქართველოს ორბს. ეს არის ორბი. მისი გარეგნული აღწერილობა არის მისი კისერი არის თეთრი ღინღლით დაფარული. მისი ზედატანი არის ნათელი ღერძულალაქებით დაფარული. მისი ქვედატანი უფრო რუხი ფერის არის, აქვს ნაცრისფერი ფეხები და ეს გრძელი კისერი როგორც ხედავთ. ის ძირითადად იკვებება მოზრდილი ცხოველის ლეშით, რადგან მას აქვს ძალიან ბლაგვი ჭალები და სუსტი ნისკარტი და არ შეუძლია რომ მოინადიროს ფრინველი, ამიტომ მონადირე, ანუ მოკლულ ცხოველის ლეშს მიირთმევს. მისი საბინადრო გარემოც ასევე არის ძალიან მაღალი, თებში ცხოვრობს, სადაც არის ბუდობისთვის ხელსაყრელი რელიეფი. მისი გავრცელების არეალიც ასევე არის აფრიკა, ევროპა, აზია და რა თქმა უნდა საქართველო. ეს იყო ჩემი პრეზენტაციის ბოლო სიტყვა, ახლა კი გადავცემ მიკროფონს ჩემს თანაჯგუფელ თაკოს, რომელიც გაგაცნობს შემდეგ ორ სლაიდს. ლავაზი ვარ. მოგესალმებით, მე ვარ თაკო ჯოპუა და დღეს მე წარმოგიდგენთ ფრინველ ბატკან ძერს. მისი გარეგნული აღწერილობა არის დაფარული ღინღლებით და ასევე მრავალწვეროვანი ბუმბულებით, რომელიც არის ოქროსფერი და ოდნავ ღია ყავისფერშიც გადადის. მისი ნისკარტი არის შავი და ფარავს ბუმბულებით, რომელიც წარმოქმნის წვერს. იგი იკვებება ძირითადად ძვლებით, მაგრამ გააჩნია ფრინველსაც თუ რამხელა არის, რადგან შეიძლება მან დიდი საკვები ვერ გადაყვაყოს. იგი ბინადრობს ძირითადად მაღალმთიან ადგილებში, მთებში, ტყეებში და კავკასიონზე. მისი გავრცელების არეალი არის აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში, აზიაში და ასევე საქართველოში, კავკასიის რეგიონში. მეორე ფრინველი არის ლელიანის დიდი მეჩალია, რომელიც არის შედარებით უფრო პატარა ზომით. მისი გარეგნული აღწერილობა არის ზურგის მხარეს ღია მურა ფერი აქვს, უფრო რუხი, პატარა ნისკარტი აქვს. იგი იკვებება ძირითადად პატარა მწერებით, მცენარეებით და ასევე შემოდგომას მცირე რაოდენობით ჭამს კენკრასაც. საბინადრო გარემო არის ლელიანში, იცნარში, ბუჩქნარებში და სხვა წყალხმელთა მცენარეთა ბარგში. არის ევროპაში, აზიაში, კავკასიის მთებში და ასევე ყაზახეთში. ახლა მე გაგაცნობთ ინფორმაციას რუხლოყება მურტალას შესახებ. სხვა შორის პირველად გავიგე პრეზენტაციის დროს რუხლოყება მურტალას შესახებ და ერთი კითხვა მინდა დავუსვა ჩვენს დამსწრე აუდიტორიას. თქვენ თუ გაგიგიათ ოდესმე რუხლოყება მურტალას შესახებ რაიმე ინფორმაცია? არა. დიახ, რუხლოყება მურტალა ძალიან საყვარელი ფრინველი არის სხვათა შორის და იმით გამოირჩევა, რომ ზაფხულში და ზამთარში სხვადასხვა სხეულის შეფერილობა აქვს, რომელიც წარმოდგენილი არის ჩემს პრეზენტაციაში და დროის შეზღუდულობის გამო აღარ ჩამოთვლი. რაც შეეხება მის საკვებს, ბუდობის პერიოდში იგი წვრილი თევზებით, ბაყაყებით და უხერხემლო ორგანიზმებით იკვებება. ნაწილობრივ ჭამს წყლის მცენარეთა თესლებს და მწვანე ნაწილებს. ასევე ჩვენი რუხლოყება მურტალაც იმით გამოირჩევა, რომ ზამთარში სხვანაირი საკვებით იკვებება, ხოლო ზამთარში მისი საკვები წარმოადგენს წვრილ თევზებს და კიბოსნაირებს. რაც შეეხება მის ბინადრობის გარემოს, ბუდობის პერიოდში ეტანება წყლის მცენარეობით მდიდარ მტკნარ წყლებს, მაგრამ შესაძლოა შეგვხვდეს
სხვებსა და მდინარეების შესართავებშიც. რაც შეეხება გავრცელების არეალს, ის გავრცელებული არის უდიდესი ევროპის ნაწილზე, ევროპელია ჩვენი მურდალა. და დასავლეთ ციმბირში გვხდება, აღმოსავლეთ ციმბირში გვხდება, მაგრამ აქედან გასაკვირად, ამისთან გასაკვირად, იგი არ გვხდება შუა ციმბირში. ის მობინადრე არის საქართველოში და მოკლედ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ფრინველი არის სრულყრება მურდალა. პრეზენტაციაში ასევე წარმოდგენილი არის ორი ძალიან საინტერესო კითხვა, რა არის ტყე და რამდენი ცოცხალი ორგანიზმის ნახვა შეუძლია ადამიანს ერთ დღეში. სანამ დავიწყებ უშუალოდ იმის განმარტებას, თუ რა არის ტყე, რისგან შედგება ის და რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ, ასევე კიდევ ერთი კითხვა მინდა დავუსვა აუდიტორიას, თქვენი აზრით, ტყე უფრო მეტი არის თუ ხე? აჰა. ძალიან ბევრი ვარიანტი გაჟღერდა. ახლა გეტყვით რეალურად ხე უფრო მეტია თუ ტყე? ტყე სხვადასხვა იარუსებისგან შედგება, ეს იარუსები კი ქმნის მოზაიკას, რომელშიც სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმებს აძლევს ჰაბიტატის შექმნის საშუალებას და განვითარების საშუალებას. ანუ ყველა ცოცხალი ორგანიზმი თავის სასარგებლოდ იყენებს ტყეში არსებულ შესაძლებლობებს. ტყე სხვათა შორის უფრო მეტი არის ვიდრე ხე, მიუხედავად იმისა, რომ ხე არის დომინანტი მცენარეებს შორის, ამის მიუხედავად ხე უფრო ბევრი არის ვიდრე ტყე. ტყე ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის და ზოგადად ხეები ვიცით რომ ჟანგბადის წყაროს წარმოადგენენ. ხეებში ფოტოსინთეზის საშუალებით, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ნახშირორჟანგისა და წყლის ორგანულ ნაერთებად დაშლის საშუალებით მზის ენერგიის ხარჯზე ისინი წარმოქმნიან ჟანგბადს. ანუ ჩვენს მიერ ნასუნთ ჟანგბადს, რომელიც უკვე ნახშირორჟანგი არის შთანთქავენ და გადმოგვცემენ ჟანგბადს. და ამის შემდეგ როგორ უნდა მოვჭრათ ხეები. და ასევე ძალიან საინტერესო ფაქტს გეტყვით, რომელიც ასევე საბუკოს საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის გვერდზე მოვიწიე. 100 წლის წიფელს დაახლოებით 600,000 ფოთოლი აქვს, რომლის გვერდ განლაგების შემდეგ დაიფარება დაახლოებით 1200 მეტრი კვადრატი ფართობი და ამ რაოდენობის ფოთოლს შეუძლია წარმოქმნას საათში 1700 გრამი ჟანგბადი. ანუ წარმოიდგინეთ, რამხელა ჟანგბადის გამოყოფა შეუძლია ერთ წიფელსაც კი. კითხვა იყო, რამდენი ცოცხალი ორგანიზმის ნახვა შეუძლია ადამიანს ერთ დღეში. თქვენს და გასაკვირად, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ტელეფონების გარდა სხვაგან არსად არ ვიყურებით, ადამიანს მთელი დღის განმავლობაში შეუძლია უამრავი ცხოველის ნახვა შეუიარაღებელი თვალით. ხო, შეიარაღებულით კი უფრო მეტის ნახვა შეუძლია. უბრალოდ ცოცხალი ისეთი ორგანიზმები, როგორიც არიან მიკროორგანიზმები, ბაქტერიები, მათ უბრალოდ ვერ ვხედავთ, თორემ ჩვენს გარშემო ისინი ალბათ უფრო ყველაზე დიდი რაოდენობით არიან ახლაც კი ოთახში. შესაბამისად ამ კითხვაზე პასუხი არის ის, რომ ადამიანებს მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ უამრავი ცოცხალი ორგანიზმის შემჩნევა როგორც შეუიარაღებელი, ისე შეიარაღებული თვალის საშუალებით. გაგაცნობთ 3 QR კოდს. ალბათ გემახსოვრებათ პირველ სლაიდში მოცემული QR კოდი, რომელსაც უშუალოდ გადაყავდით საბუკოს საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის გვერდზე. ამ QR კოდებს კი, რომლებიც წარმოდგენილი არის ახლა სლაიდზე, გადაყავთ საბუკოს YouTube გვერდზე, სადაც შეგიძლიათ არა მხოლოდ წერითი მასალის ნახვა, არამედ ვიდეო მასალის ნახვა. ჩვენ გქონდა ლელიანის დიდი მეჩალის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ უფრო საინტერესო ინფორმაცია ვიდეოს სახით შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი პირველი QR კოდის ესკანერების შესახებ. ასევე უფრო დიდი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ბექობის არწივის შესახებ, რომელიც ჩვენს პრეზენტაციაში საერთოდ არ იყო ნახსენები, მაგრამ აგერ საბუკო გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უამრავი იმდენი ფრინველის შესახებ არის მათ საიტზე ინფორმაცია, რომ ფიზიკურად ვერ ჩავატევდით ჩვენს პრეზენტაციაში. და ასევე საერთო ტყურის ფრინველების შესახებ ინფორმაციაც შეგიძლიათ ნახოთ მესამე QR კოდის ესკანერების შემთხვევაში. მადლობა ყურადღებისთვის. მოგესალმებით. დღეს წარმოგიდგენთ პრეზენტაციას ცოცხალი სამყარო ნიადაგის ქვეშ, რომელსაც გაგაცნობთ მე ნანიკო თოცლაძე და ჩემი გუნდის წევრები მარიამ გოგატიშვილი და დეა ლოვჟანიძე. პირველ რიგში მე პასუხებს გავცემ საბუკოს მიერ დასმულ კითხვებს. რა არის ნიადაგი? ნიადაგი არსებითად არაგანახლებადი რესურსია, რომელსაც წარმოადგენს ძალიან დინამიურ სისტემას. ის ადამიანებისა და ეკოსისტემისთვის ბევრ სასიცოცხლო მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. რისგან შედგება ნიადაგი? დედამიწის ქერქის ზედაფხვევრი ნაწილი, რომელიც შექმნილია ქანების ბიოსფეროს, ჰავის, რელიეფის და ხნოვნების ერთობლივი მოქმედებით. და აქ ჩდება კითხვა, თუ რატომ და რისთვის არის მნიშვნელოვანი ნიადაგი. პირველი ფაქტორი, ნიადაგის საჭიროა საკვები პროდუქტების მოსაყვანად. მეორე, ხეები, ბუჩქები და სხვა მრავალი მცენარეები დამოკიდებულია ნიადაგის ქვეშ არსებულ საკვებ ნივთიერებებზე და წყალზე. და მესამე, ნიადაგი ფილტრავს წვიმის წყალს და შესაბამისად ჩნდება სასმელი წყალი. ანუ ნიადაგი დამაბინძურებელ ნივთიერებებს ფილტრავს. მოგეხსენებათ საბუკოს მისია სწორედ ბიომრავალფეროვნების დაცვა, კონსერვაცია, საზოგადოებაში ბუნების დაფასება და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობა. სწორედ ამაზე ვისაუბრებ ახლა მე. რატომ არის მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნება? როგორც ვიცით, ბუნება ადამიანის მიერ მდგარ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს პასუხობს. ბუნება ასუფთავებს ჰაერს, რომელსაც სუნთქავთ.
ბუნება ასუთავებს წყალს, რომელსაც ვსვავთ და წარმოქმნის მრავალფეროვან საკვებს. ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა რომ არა ბიომრავალფეროვნება. ბიომრავალფეროვნება არის ერთგვარი ჯაჭვი, რომელშიც გაერთიანებულია ყველა ცოცხალი ორგანიზმი, მათ შორის ჩვენ ადამიანებიც. ახლა კი წარმოგიდგენთ სამ მიზეზს თუ რატომ უნდა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება. რაც უფრო მრავალფეროვანია ეკოსისტემა, მით უფრო რთულად მრავლდება გარემოში პათოგენები, ანუ სიცოცხლისთვის დამაზიანებელი ვირუსები და ბაქტერიები. მეორე, ეკოსისტემის განადგურება ხელს უწყობს ცოცხალი ორგანიზმებისთვის სიცოცხლის შეწყვეტას. საბოლოო ჯამში მყერის განადგურება ბიომრავალფეროვნების შემცირებას გულისხმობს. და მესამე ფაქტორი. ბიოლოგიურ რესურსებს ადამიანები იყენებენ ყოველდღიურად საკვებ პროდუქტში, სამედიცინო სფეროში, სამუშაო მასალაში. ხოლო ბიომრავალფეროვნების ამოწურვის შემდეგ ადამიანს აღარ ექნება ბიოლოგიური რესურსები. ბუნებრივი რესურსები დანარჩენი ჯგუფის წევრები გაგაცნობენ ცოცხალ სამყაროს ნიადაგის ქვეშ. მოგესალმებით, მე ვარ დიალოგ ჟანიძე და დღეს გაგაცნობ ქართულ ბრმა თხუნელას. გავრცელებული აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში, განსაკუთრებით ივრის, შირაქის და არაზნის ველებზე. მისი გარეგნული აღწერილობა, იგი არის სრულიად ბრმა, აქვს ძლიერი თათები და კბილები, რომელიც ეხმარება მიწის ამოთხრაში, ცხოვრობს მჭიდრო მიწის ქვეშ სოროებში, იკვებება მცენარეთა ფესვებით და ბოლქვებით და ესახება მართული ზამბახი, გავრცელებულია ქართლში, მთის შუა სარტყელში. იგი არის ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები, შიგნით არის დაფარული ბეწვით, რომელიც მოყვითალო მურა ფერის არის, კიდეებზე აქვს მუქი მეწამული და ქვემოთ ლილისფერი ან იისფერი ლაქა აქვს. იზრდება მდელოებზე, ბუჩქნარებს შორის და გამოყენება შეიძლება მხატვრული კომპოზიციების გასაფორმებლად და ასევე საკუთარი ყველა იზრდება მთიან ადგილებში, სადაც არის სუფთა ჰაერი და ტენიანი ნიადაგზე. ასევე ამაღლებს მადას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამსუბუქებს ღვიძლის და ნაღვალის ბუშტის მუშაობას, ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და აძლიერებს ორგანიზმს. მოგესალმებით, მე ვარ მარიამ გოგატიშვილი და დღეს გაგაცნობთ ინფორმაციას მაჭახველას სახველის შესახებ. მაჭახელას სახველს აქვს რუხი მონაცრისფრო დახეთქილი ქერქი და გლუვი ყლორტები. მისი ყვავილები თეთრი ფერისაა, ხოლო ნაყოფი ღია წითელი. გავრცელებულია საქართველოში ტყიან ადგილებში თითქმის სუბალპურ ზონამდე. ხალხურ მედიცინაში ზახველის ქერქის ნახარში გამოიყენება კრუნჩხების უძილობის ისტერიის დროს, რადგან დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. იგი არის კავკასიური გველგვესლა, რომელიც გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით აჭარაში და გურიაში. სიგრძე საშუალოდ 50-70 სანტიმეტრს აღწევს. აქვს შავი ფერის ან მუქი ყავისფერი კანი, რომელზეც ზიგზაგის ფორმის ნარინჯისფერი ან წითელი ზოლი გადის. უყვარს ტენიანი ტყეები, ბუჩქნარები, მთის ფერდობები. იკვებება მწერებით, ბაყაყებით, თაგვებით და სხვა პატარა მღრღნელებით. კავკასიური გველგვესლას შხამს იყენებენ წამლების წარმოებაში. შემდეგი არის გველბრუცა. გველბრუცა გავრცელებულია სამცხე-ჯავახეთში, რაჭალის ჩხუმში, სვანეთში და ზოგიერთ მთიან რეგიონში. სიგრძე საშუალოდ 50-70 სანტიმეტრია. ფერი იცვლება გარემოზე დამოკიდებულებით. აქვს სამკუთხედი ფორმის თავი. ტენიანი ტყეები უყვარს, მინდვრები, ტორფიანი და ბუჩქნარიანი ადგილები, მღრღნელებით, ბაყაყებით და მწერებით. იკვებება მღრღნელებით, ბაყაყებით და ქვეწარმავლებით. გველბრუცას შხამის გამოიყენება ფარმაციაში პრეპარატების დასამზადებლად. ეს იყო ჩვენი პრეზენტაცია, მადლობა ყურადღებისთვის. გამარჯობა, მე ვარ ლიზის პისხელაური და დღეს უნდა წაგედგინოთ ცოცხალი სამყარო ხველზე. და სანამ პროექტს დავწყებდი, უნდა გავახსენოთ, რომ საბუკო არის საზოგადოება, რომელიც ზრუნავს ბუნებრივი მრავალფეროვნების და ზოგადად ბუნების კონსერვაციაზე და დაცვაზე. ამ პროექტის მთავარი საკითხები არის რა არის სახეობა და რა არის ჰაბიტატი. სახეობა არის მცენარეთა ცხოველთა კლასიფიკაციისთვის გამოყოფილი სახეობაზე უფრო მცირე ერთეული. ჰაბიტატი არის ცხოველთა საარსებო გარემო, რომელშიც მრავლდებიან, იკვებებიან და ასე შემდეგ. მოგესალმებით, მე ვარ ნინი ტაბატაძე და მე წარგიდგენთ ცხოველებს, რომლებიც არის ზოლებიანი აფთარი. ზოლებიანი აფთარის სხეულის სიგრძეში დაახლოებით 91-დან 120 სანტიმეტრამდეა, სიმაღლე 76-დან 80 სანტიმეტრამდე, ხოლო წონა 26-დან 35 კილოგრამამდე. ცხოველს აქვს ღია რუხი ფერის ან მოყვითალო რუხ ფონზე ზოლები ვერტიკალურად ხერხემლის მხრიდან მუცლამდე. საკვები ზოგადად აფთარი იკვებება ლეშით, რადგან მას არ შეუძლია დამოუკიდებლად საკვების მოპოვება და ნადირობა, ამიტომაც არის ლეშის მწამელი ცხოველი. რაც შეეხება საბინადრო გარემოს, ზოლებიანი აფთარი ძირითადად მშრალი კლიმატის მოყვარული სახეობაა. მისი საარსებო გარემო ნათელ ტყეებს, მშრალ ხეობებს, მდინარის ჭალებსა და გორაკებს ბორცვიან, ხეებით დასერილ ველებს მოიცავს. გავრცელების ტიპი საქართველოში გვხდება ივრის დეგნის აღმოსავლეთ ნაწილში და შეტანილია წითელ წიგნში, რადგან დავიცვათ და გავფრთხილეთ მას. ასევე ეს არის
აბსრების ერთადერთი სახეობა საქართველოში. რაც შეეხება ჯიქს, ჯიქის სხეულის არის სიგრძე 160 სანტიმეტრი, კუდი 100 სანტიმეტრს აღემატება, მასა კი 75 კილოგრამს აღწევს. დედალს მამაზე მომცრო სხეული აქვს, ჯიქს აქვს ასევე მოყვითალო წითური, შავი ხალებით მოხატული სხეული. საკვებით იკვებება გარეული, ზოგჯერ შინაური ჩლიქოსნებით და იშვიათად მღრღნელებითა და ფრინველებით. საბინადრო გარემო ძირითადად დასახლებულია მაღალი მთის ტყის მასივებში და სუბალპურ ბალახნარებში, უღრან ტყეებში. გავრცელების არეალი ამჟამად მისი გავრცელება საქართველოში მეტად შემცირებულია ვიდრე წარსულში. ერთეულების სახით წარმოჩენილია კავკასიონის ქედისა და მისი განშტოებების მიუწვდომელ ადგილებში, აფხაზეთსა და ლაგოდეხის უღრან ტყეებში, კავკასიონის ცენტრალურ გუბანში. ჯიქი ზოგადად არის ხმელეთის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ცხოველი და მას შეუძლია საათში განავითაროს 100-დან 120 კმ/სთ-მდე სიჩქარე. მადლობა ყურადღებისთვის, შემდეგი იქნება ბარბარა გელაშვილი. მოგესალმებით, მე ვარ ბარბარა გელაშვილი და წარმოგიდგენთ ფოცხვერს. ფოცხვერი აღწერილობა მისი არის ასეთი. დიდი ზომის ტყის კატა იწონის 18-20 კილოგრამს და სხეულის სიგრძე მისი აღწევს 85 ან 105 სანტიმეტრს. საკვებით ძირითადად იკვებება კურდღლებით, ნადირობს, როჭოს მაგვარ ფრინველებზე, პატარა მღრღნელებზე, იშვიათად მცირე ზომის ჩლიქოსნებს. საბინადრო გარემო უმეტესად მშრალ ადგილებში სახლდება და თუ საკვების სიუხვე არ არის, გადაადგილდება, ანუ მიგრირებს. გავრცელების არეალი, კერძოდ რომ ვთქვათ, ლაგოდეხი, თუშეთი, ხევსურეთი, რაჭა, სვანეთი, ბორჯომი, მისი რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია და შეესაბამება კრიტიკულ საფრთხეში მყოფ კატეგორიას. წარმოგიდგენთ ჯეირანს. ჯეირანი, მისი გარეგნობა ასეთია, საშუალო ზომის წვრილფეხა ძუძუმწოვარია. სხეულის სიგრძე დაახლოებით 1 ან 1.2 მეტრია. სიმაღლე 60-70 სანტიმეტრი. ფერი ღია ქვიშისფერია. გული თეთრი აქვს და ზურგზე ყოველთვის აქვს ყავისფერი ზოლი. საკვები იგი არის ბალახის მჭამელი ცხოველი, რის გამოც შესაბამისად იკვებება ბალახით, ბუჩქების ფოთლებით და ნაყოფით. იგი ძირითადად ბევრ წყალს არ სვამს, მით უმეტეს თუ მშრალ ადგილებში ცხოვრობს, რადგან ძირითადად ამ სითხეს ღებულობს მცენარეებისგან. საბინადრო გარემო. იგი ბინადრობს მშრალ სტეპებსა და ნახევარ უდაბნოებს შორის, სადაც ბევრი ბალახია და კარგი ხილვადობა. მტაცებლებისგან თავის დასაცავად. ხშირად ცხოვრობს მცირე ჯგუფებად. გავრცელების არეალი. ჯეირანი გავრცელებულია აღმოსავლეთ კავკასიაში და სამხრეთ საქართველოში. განსაკუთრებით ვაშლოვანის ეროვნული ცხოველი არის კავკასიური გნევდიესლა. ზოგადად იგი არის ყავისფერი ან მუქი შავი შეფერილობის მონაცრისფრო. ყოველთვის ზურგზე გააჩნია ან ზიგზაგისებური, ან სწორი ზოლის სახით ასეთი ლაქა, მუქი ფერის. და მას აქვს სამკუთხედი ფორმის თავი და ვერტიკალურად განლაგებული წვრილი გუგები. საკვები, იგი ძირითადად იკვებება მცირე ძუძუმწოვრებით ან კიდევ მწერებით. საბინადრო გარემო. გვხვდება მთიან და ბორცვიან ადგილებში, განსაკუთრებით მშრალ ფერდობებზე, კლდეებსა და ბუჩქნარებში. მას უყვარს მზიანი ადგილები, მაგრამ დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში ხშირად იმალება ბუჩქებსა ან ქვის ნაპრალებში და რა თქმა უნდა გავრცელების არეალი. ზოგადად იგი გავრცელებულია მთელ კავკასიის რეგიონში. და რაც მთავარია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, იგი გავრცელებულია საქართველოს ორივე ნაწილში. ეს იქნება აღმოსავლეთი თუ დასავლეთი. ჩვენ მივახლოვდით დასასრულს, ასე მთავრდება ჩვენი მცირე პროექტი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ასე მიიწურა ჩვენი შემდგომის განწყობის მეორე დავალება. იმედი მაქვს მოგეწონათ და სწორად შევასრულეთ ჩვენი დავალება. მოუთმენლად ველით რიგით მესამე ნომერ დავალებას. ახლა კი გემშვიდობებით ჩვენს გვერდგესლასთან ერთად. ნახვამდის.